ლიდერ ქალთა საზოგადოებამ გამორჩეული მე-11 საქველმოქმედო ღონისძიება წარმატებით გამართა, რომელიც ორმაგი მნიშვნელობის მატარებელი გახლდათ. ერთი მხრივ ღონისძიება მიზნად ისახავდა რთულ ბრძოლაში მყოფი ადამიანებისთვის უმნიშვნელოვანესი ემოციური და მენტალური მხარდაჭერის გამოხატვას, ონკოლოგიური პაციენტების, კერძოდ კი ძუძუს კიბოთი დაავადებული ქალბატონებისთვის და ამ თემის მიმართ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისათვის. მეორე მხრივ კი ორგანიზაციის რიგებში ახალი ღირსეული წევრების მიღება და საზოგადოების წინაშე წარდგენას. ლიდერ ქალთა საზოგადოება აგრძელებს თავის მნიშვნელოვან მისიას საქართველოში მოღვაწე წარმატებული ქალების წვრილის აღიარებასა და მათი მიღწევების წარმოჩენას. ამ ღონისძიებაზე ორგანიზაციამ თავი მოუყარა ასობით გამორჩეულ ქალბატონს, რომლებიც თავიანთი საქმიანობით შთაგონებას სცენენ საზოგადოებას და მნიშვნელოვან გავლენას ახდენენ ქვეყნის განვითარებაზე. წლების განმავლობაში ლიდერ ქალთა საზოგადოება რჩება ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პლატფორმად, სადაც წარმატებული ქალები ერთიანდებიან კეთილი საქმეების განსახორციელებლად და საზოგადოებაში პოზიტიური ცვლილებების დასამკვიდრებლად. დღეს ლიდერ ქალთა საზოგადოებამ რიგით მე-11 ღონისძიება გამართა. საღამო მეძღვნებოდა ძუძუს კიბოთი დაავადებულ ქალბატონებს, ყავდა 30 ნომინანტი. ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესოდ ჩატარდა ღონისძიება. დღეს ჩატარდა ლიდერ ქალთა საზოგადოების მიერ ორგანიზებული მორიგი გრანდიოზული მასშტაბური და საინტერესო ღონისძიება. ღონისძიებაზე ჩვენ გავიცანით და ვიხდეთ მორიგი წარმატებული ქალბატონები, რომლებიც ახლად შემოვერთდნენ ჩვენ ორგანიზაციას. მოცემული ღონისძიება გახდა საკმაოდ პომპეზური, ძალიან საინტერესო, მნიშვნელოვანი და რაც თავარია, საკმაოდ დიდი მისიით დატვირთული. ღონისძიებაზე ჩვენ გავიცანით ქალბატონები, რომლებიც მოღვაწეობენ დღევანდელ ბიზნეს გარემოში და გვიან დღევანდელ ბიზნეს ეკონომიკურ გარემოს. მადლობას ვუხდით თითოეულ ქალბატონს მობრძანებისათვის და სტუმრობისათვის.